სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სასულისაითა. ალბათ გახსოვთ საფრთხო ისტორიიდან, რომ თავდაპირველად ადამიანი, როდესაც შექმნა უფალმა საბაოთმა, ჩვენი პირველშობილი ადამ და მერმე მისგან ევა დაადგინა ედენბაღის სამოთხეში, მაგრამ თვითურჩულობისა და ღვთისადმი ურჩობის გამო განდევნილი იყვნენ ამ დიდი სიხარულისა და ნეტარებისაგან და დღეინდელად დღემდე მათი მოდგმა მიმოვეხეტებით მთელს დედამიწაზე. დედამიწაზე, რომლის თავადიც არის სატანა, ვიდრე ადამიანი გამოიცდებოდა, როგორც მოციქული ამბობს, და შესწოდებდა, მანამდე გამოიცადა და შესწოდა ლუციფერმა ურის ანგელოზთა შორის, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ანგელოზი იყო და 1/3 ზეციური ძალების აწვდან და მასთან ერთად მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელისა დამარჩენ 2/3 ზეციური ძალების ხელით ისინი განდევნილი იქნენ ასევე სასუფეველისაგან და მოავლინა უფლის განგებულებამ დედამიწაზე მზის galaktikაში, სადაც ჩვენ ვიბადებით სრულიად მიუწვდომელი სახით ჩვენთვის. მეტნაკლებად ცნობილია ჩვენი აქ მოვლინება, მაგრამ არსებითად ბევრი რამ არის სინამდვილეში გაუგებარი. მაგრამ ღმერთმა მართალია ვეურჩეთ და გავუცხოდით და განდრკით მისგან არ დაგვივიწყა, არ დაგვაგდო. მრავალი რამ მადლიანი საშუალება მოგწვა, რომ მოვიწიოთ და დავბრუნდეთ დაკარგულ სამშობლოში. როგორც ცნობილი ერთ-ერთი მამა, ესე იგი ეკლესიის მასწავლებელი უფროსწორად ამბობს, ყოველი ჩვენთაგანი დაბადებიდან ქრისტიანია. მთელი დანარჩენი ცხოვრება თითოეული ადამიანისა უნდა ემსახურებოდეს დაკარგული სამშობლოსა და უხილავი ღმერთის მოგონებას, შეცნობას და მცდელობას ღვთის მადლით, რადგან თავისთვის არც ერთი რა იწალგვიც უკან დაბრუნებისთვის. რა მოგცა პირველ ყოვლისა ამისთვის? ღმერთმა მოგცა მრავალი ნიჭი. შექმნა რა ხატად და მსგავსად თვისა. კერძოდ რა, მოგვანიჭა თავისუფალი ნება, უყდავი სული, გონება და განშის უნარი, სინდისი, რომელიც პირველი მსდება, რომელიც ასეთ განსაჯეთ საყვარელო არა დედამიწაზე, არამედ ჯერ კიდევ ედენბაღის სამოთხეში დააწერა გულის ფიცარზე, როგორც ღვთისმდიდრებული პავლე და საზოგადოდ წმინდა წერილი ბიბლია გვასწავლის. ამასაც არ დაჟერდა, რომ მართალი ადამიანები მოუვლინა, აღუდგინა ერთა შორის პირველსა რჩეულიერი შვილები მყავს ხებელობაში და პირველი ადამიანების, ადამიც, ევაც და მისგან შობილი თაობაც და მოდგმა იყვნენ წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული. ეს ერთ-ერთი პირველი ადამიანები არიან, რომლებიც შექმნეს მერმე დამწერლობა და განავითარეს ხელოვნება და სხვადასხვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანი ვარდებოდა ამპარტავნობაში, ხიბლში და თანდათვარობით შორდებოდა ღმერთს. ბოლოს და ბოლოს ღმერთის ადგილი მის ცნობიერებაში და ცხოვრებაში დაიჭირა საკუთარმა თავმა. ბირებული იყვნენ და ეშმაკისაგან, რომელიც საბოლოოდ ეცდება გაბატონდეს ასეთ გაუყუღმართებულ მოდგმაზე კაცობრიობისა და როგორც ჩვენ წმინდა წერილიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან ვუწყით, ახალი აღთქმის წმინდა მომენტს გულისხმობ, საბოლოოდ ის თავის რეჟიმს დედამიწაზე დაამყარებს, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება, სულ 7 წელიწადი იქნება ანტიქრისტეს მიერ იმეფებს. უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში მიიყვანს ადამიანს და რაც ჩამოთვალეთ ღირსებანი, რაც ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება და ესე ყველაფერს თითქმის დააკარგვინებს. ადამიანი დაიბეჭდება მისი სახელით, ზომბი გახდება, თავისუფალი ნება ექნება პარალიზებული. აი რამდენად ძიმე მდგომარეობა წაიკითხეთ თუნდაც ეფრემ ასურის ესე იგი 16 საუკუნის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ ესე იგი გათენდება ადამიანი ინატრებს როდის დაღამდება, დაღამდება ინატრებს როდის გათენდება, მაგრამ ვერც გათენებაში, ვერც დაღამებაში იშვებას ვერ ზნობს ნუგეშის. ადამიანი ეძებს ნუგეშინის ემას, ადამიანი თავისი ბუნებით ეძებს სიხარულს, ნეტარი. ჯერ კიდევ არისტოტელი ამბობდა, ცნობილი ფილოსოფოსი, ვინ რაში პოულობს, ეს სულ სხვა ამბავი არის. დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ გარყვნილებასაც ამერიკული სიყვარული ქვია. რა ჩვენთვის არის ყოლად მიუღებელი, 10 მცნებითაც კი აკრძალული, არა იმრუშო. ამ ცოდვის ყველა სახეობას ასე ვთქვათ ვარიაციას მოიცავს და სხვადასხვა. ადამიანები იქნებიან სასწრაფოთელი, გავრცელდება სუიციდი, ანუ თვითმკვლელობა. ეს იქნება მათთვის თითქოს ერთ-ერთი საშუალება, რომ დაეხსნან ამ აუტანელ უნუგეშო მდგომარეობას. და რატომ არიან უნუგეშო მდგომარეობაში? არა მარტო იმ დიდი შეცდომების გამო და ცოდვებისა, რაც ჩაიდრა, რაც მანკიერებაში გადასულა უკვე მათში, არამედ პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ღმერთს განუდგნენ. ეს იქნება დიდი ეპოქა აპოსტასიის, ან ღვთისგან განდგომისა. ღმერთს რომ განუდგნენ,
და დაიბეჭდნენ ანტიქრისტეს სახელი ბეჭედი მირონცხების, რომელიც დათლისღებაში მიიღეს, აღიხოცა მათგან და ისინი რაკის სულიწმინდის მადლი აღიხოცა მათგან, სულიწმინდა არის ნუგეშინისწეველი. როგორ ვამბობთ მეუფეოზე ცათავალში სულიწმინდის მოწვევის ლოსაში ნუგეშინის მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ნუგეში მოაქვს ადამიანისთვის. სასოწარკვეთილებიდან, მძიმე მდგომარეობიდან გამოხავს და სწორედ ნუგეშინის ცემელი აღარ იქნება ბაცი, აღარ განისვენებს მადლის სულიწმინდისა და ეს გამოიწვევს უკიდურეს სასოწარკვეთილებას. გარდა იმისა, რომ სულიწმინდამ დატოვა ხედვიერშიც, გარეშემოც ყველაფერი არის უკიდურესად გაუკუღმართებული. მხოლოდ ერთი დიქტატია, მხოლოდ ერთი ნება, ეს არის ნება ეშმაკისა, რომელიც განხორციელდება იმ ხანად, შეიძლება თქვა უკვე ამ ხანად უკვე მის ბრჭყალებს ვხედავთ, მისი რეჟიმის დამყარებისთვის ხდება ეს ომები ყველაფერი და ეს მოვლენები გაუკუღმართება უმცირესობის ზალმომრეობა ამ უკუღმართებისა, სოდომიტებისა, უმრავლესობაზე და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს ერთად კრებსით რომ თქვა ამზადებს ეშმაკის მეფობას დედამიწაზე, რომელსაც სხვაგვარად ჩვენთვის გასაგებ უფრო ადამიანურმა ენაზე ქვია ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის სათავეშიც მოიყვანენ ანტიქრისტეს, მესამე მსოფლიო ომი უეჭველად იქნება და უკვე ამის ტიშტებია მიმდინარეობს თავისებურად, როგორც ზოგიერთი თანამედროვე დიდი წმინდა მამა ამბობს, ღირსი მამა ამბობს ამაზე და საბოლოოდ ესე იგი ახალი მსოფლიო მონდიალური სახლი შეიქმნება იერუსალიმის დედაქალაქში, სადაც გამეფდება ანტიქრისტის კორონაცია მოხდება. ყველა ხელისუფალი და ყველა სასულიერო პირი თითქმის მათ შორის მართლმადიდებელი პატრიარქები მიიღებენ მონაწილეობას მის კურთხევაში. რა არის გასაკვირი იმაში? პატრიარქები, რომლებმაც სტილი შეცვალეს ეკლესიაში, რომის მწვალებელ ქეთს უხრიან, მალიმალ გულზე ეფერებიან, ერთად ასე ვთქვათ, წირავენ, როგორც ისინი უწოდებენ ამ მესებს. ეს ჩვენც არანაირ წირვალოც ვარ. ვატიკანი ეს არის სახელმწიფო, რომლის სათავეში არის ეგრეთ წოდებული პაპი. არც მეტი, არც ნაკლები. მათ დიდი ხანია ქრისტიანული დოგმატებიდან გადაუხვიეს ქრისტიანული სწავლებიდან. გაადამიანურეს, ასე ვთქვათ, ნამდვილი შინაარსი გამოაცვალეს, ეს რის გამოც სულიწმინდამ დატოვა ისინი. ხლა ამას აღარ შეყვევი ესე დაწვრილებით და თითოეულა ღვთისმოსავი სასულიერო პირები თუ დარჩებიან და მამები გვირჩევენ ბოლო დროს ეკლესიებსაც რომ შეგვიყვინებენ და აგვიტირებენ, ყველა სიწმინდეს გაიტანენ და ანტიქრისტეს კერპი აღიმართება მასში და მისი წინასწარმეტყველისა აღარ იაროთ ასეთ ეგრეთ წოდებული ეკლესიებში, არამედ მიეწებეთ იმ მამებს, მღვდელმთავარი იქნება თუ მღვდელი, თუ მონოზონი, რომლებიც შეინარჩუნებენ და დაიმარხავენ ჭეშმარიტების სიყვარულს, ანუ მართლმადიდებლობას. როგორც ღვთისმდიდრებული პავლე ამბობდა ჯერ კიდევ 20 საუკუნეში, ისინი იქცევიან უკანასკნელ სულიერ ტაძრებად და იქნებიან უკანასკნელი სულიერი ტაძრები დედამიწაზე და აი მათ მიეწებეთო. უფრო კონკრეტულ დარიგებებსაც გვაძლევ, მათ შორის ჩვენი მამა გაბრიელი, რომ ცალ-ცალკე არ გახვიდეთ ანტიქრისტეს რეჟიმის დროს, როცა საშინელი დევნა იქნება, ყოველივე არათუ მართლმადიდებლურის, ადამიანურის, არამედ 20 და 30 ერთად, რომ ერთმანეთს შეეწეოდეთ და გადარჩეთ. და რამენაირად გადაიტანოთ ანტიქრისტეს მეფობის მეორე ნახევარი 7 წელი იმეფებს, პირველი იქნება მოთაფლის პერიოდი, ხშირად გვეთქვას კაცობრიობის, მეორე პერიოდი იქნება აღმოუშვებ თელ თავის მხეცურ ბუნებას, სატანას გამოავლენს ის. აი ეს 3 წელიწად ნახევარი რომ რამენაირად გადაიტანოთ, გადით უდაბნო უწყულ ადგილებში და მე შეგინახავ თქვენ, თუნდაც მიწას მოვზილავთ, ამბობს ერთ-ერთი ღირსმონაზონი, დიცკე მონაზონი მაკარია, ჯვარს გადავსახავთ, ვილოცებ ჩვენი უფლის მიმართ და უტყბეს პურებად შეგვერგება. აი როგორ დაგვინარჩუნებს. ღმერთმა, რომელმაც არარაობისაგან შექმნა ცანი და ქვეყანა, ნუ თუ ანგელოზი და ადამიანი, თუ გაუჭირდება, რომ ეს 3 წელიწად ნახევარი, ესე იგი დავინარჩუნოს უფალმა, ვიდრე მოვადიდებით განშად ცოცხალთა და მკვდართა. ძალიან შორს გაგვიტაცა საუბარმა მე მისმა მინდოდა საფარელო, რომ დედამიწა გამოგვაძება რა საკუთარმა თვითრჩულობა, ღმერთმა არ დაგტოვა, არ დაგვიტევა. ჯერ კიდევ 64-ში დაცემისთანავე ჩვენს პირველ მშობელთ აღუთქვა, რომ დედაკაცისაგან დაცემულ სევასაგან, დედაკაცისაგან ქალწულისა მოულენდა ხსნელსა, აი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის დღესასწაულსაც ველოდებით და შევხვდებით უახლოეს დღეებში, თუ ღმერთმა მშვიდობით ვამყოფა, ესე იგი შევხარით ჩვენ. რომლითაც ესე იგი უდიდესი რამ დაიწყო ჩვენს თავს, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება, ასე ვთქვათ, ზალაში შევიდა. მაგაზე თუ ღმერთი მშვიდობით გვამყოფებს, ლიტურგიაზე უფრო გამოწვლილით მოგახსენებთ.
და გამოგვაწევა რა დედამიწაზე თავისთავად დედამიწას მზის გალაქტიკა ძალიან მშვენიერი და ლამაზი ადამიანი რომ არ ამახინჯებს და ეკოლოგიურ პრობლემებს რომ არ იწვევდეს და ამ ეკოლოგიურ პრობლემებს კი არ ასწორებენ და მიზეს უпроსტოდ კი არ აღმოფხრიან არამედ დაიწყო რაღაცა ფსევდომეცნიერება კვაზიმეცნიერება მარსზე გადასახლების სხვადასხვა პლანეტებს სწავლები და იქ უნდა გადასახლდნენ რა თქმა უნდა მე და თქვენ პროლეტარიატი იქ ვერ მოხვდებით ისეთი ძვირი იქნება გადასახლება არც გადასახლდეთ რა ქართლელი ვარ კახურად ვიტყვი ვირია გინ წინ დააბი გინდობა ასეთი უღმერთო ადამიანი გინდ მარსზე გადაიყვანე და გინდ იუპიტერზე იქაც მოსპობს ყველაფერს მაგრამ ეს ზღაპრები მადლობა ღმერთს არ აღსრულდება აქვე დედამიწაზე უნდა შევინანოთ სადაც ღმერთმა თავისი ნებითა და კურთხევით ჩვენი ცოდვის გამო გადმოგვასახლა დედამიწაზე აქ უნდა შევიცნოთ უხილავი ღმერთი შეუდგეთ ვიარებოდეთ მისი ნეტარი ბილიკებით ანუ წმინდა მცნებებით და ეგრეთ დაუბრუნდეთ დაკარგულ სამშობლოში. გარდა იმისა, რომ მოგვივლინა, ესე იგი, ხატება მსგავსება მოგცა, მოგვივლინა წინასწარმეტყველი პატრიარქი მართა და სხვა და შვილისდებელი მოსე და სხვანი, რომელთა მიერ დღესაც ვსარგებლობ ჩვენ და ვიკვებებით მართლმადიდებელი ქრისტიანენი, ამას გარდა ყველაზე დიდი რამ მოგცა ღმერთმა. რა არის ეს ყველაზე დიდი რამ? რაც უფალმა მოგცა 60-დან გამოძიებულ ადამიანს. როგორც აგვიცხა, როგორც გითხარით უკვე 60-ში, მან მოგვივლინა ზემხოლოდ შობილი. საკუთარი ძე, ეს რეც შეიყვარა ესობელი. ასე უყვარს ზეციურ მამას ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ხორცს შესხმულ იქნა, გვასწავა, ევნო ეწამა, აღსგა ამახდა, დაждდა მარჯვენა ღვთისა მამის, რაც იმას ნიშნავს, როგორც ღმერთი არც არადროს განშორებია მამის საყდარს შეიერთა რა შეურევლად ხშირად გვითხოვს კაცობრივი ბუნება ღვთის სიმაღლეში აიყვარა განაღმრთო აი ამით არის მნიშვნელოვანი მისი აღდგომა ამაღლება უწინარესად ყოვლისა და ესეც არ არის საყვარელო ყველაფერი 50 დღეს თავისი აღდგომიდან მან გარდა მოგვილა სული წმინდა სულთმოფენობის სახით რამდენად აუცილებელი იყო ჩვენ გაკვირით ვახსენეთ რომ ნუგეშინის სემელია და არა მარტო ნუგეშინის ის არის განწმენდელი, გამკურნებელი და მაცხოვარი ადამიანის მადლის გარეშე შეუძლებელია ძველი ადამიანი განიმოსოს ადამიანმა ცოდვილმა და ესე იგი შეიმოსოს ახალი ადამიანი ქრისტეს მიერი ადამიანი და ქრისტეს მიერ ადამიანს შეიმოსავს რა ქრისტეს მიერი აღდგომის ღირსი გახდება და ქრისტესთან ერთად იმეფებს და ინეტარებს მარადიულ ზეციურ სასუფეველში ესე იგი ყველაზე დიდი საბოძვარი რაც ღმერთმა ადამიანს მოსცა ყველაფერი გაიგო ჩვენთვის ეცი რომ ზემხოლოდ შობილი დაიკლა გოლგოთაზე მისი მხსნელი ვნებების გამოისობით მოგვანიჭა სული ზეციური მამისა სული წმინდა წარმოუდგენელი რამ არის მაგრამ ადამიანი იმდენად უგუნურია და ისია შთაფრულ დაბრმავებული ცოდვების გამო რომ ამასაც კი ვეღარ შეიცნოს ამასაც კი ხელს უკრავს, სულს აქცევს და ამბობს, მე მომწონს სატანა, მე მომწონს მისი კანონები, მე მომწონს ჭაობში რო ვარ ცოდვისა. აი შეხედეთ, ამ შეშლილ სოფლეს თუ და შეხედეთ დედაქალაქში რაც ხდება. გამოწვლილივით აღარ გეტყვით, რას წარმოადგენს ეს ადამიანი. ღამის კლუბები დაცარიელ და დაიხურა, ნაწილი დახურეთ და ესე იგი განცხადება გააკეთეს ღამის კლუბებში, რომ არიქა შემოგწირეთ თანხა, ვიხურებით, ვიღუპებით, ეს არის ერთადერთი თავისუფალი სივრცე და რის თავისუფალი სივრცე თქვენიცით არა? თავისუფალი სექსი, ნარკოტიკები, რომელიც რიგდება, იყიდება და ასე შემდეგ. დანარჩენებზე აღარ მოვყვები, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მე ამას დანარჩენები მიდიან 33 დღეა თუ 34 დღეა. ამას მეუწოდე სახალხო სეირნობა. რა უნდათ? თეთრზე ამბობენ რომ შავია. ჩვენ გვინდა ახალი ბატონი, დასავლეთი, რომელიც კეთილდღეობაში გვაცხოვრებს და იქნება აი ეს მოჩვენებითი თავისუფლებები, აღვირა, ცდილობა, იქნება დაუშველი, ნარკომანია, ძალადობა და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა. ჩვენ არ გვინდა ძველი ბატონი. არავინ არ თავაზ, როგორც კი დააპირა ქართველმა ადამიანმა თავისუფლების მოპოვება და დამოუკიდებლობა. პირველ ყოვლისა მერაბი და ზვიადი მყვანა მხედველობაში რა უყვეს თქვენ გახსოვთ და როგორც კი ამ მთავრობამ გაბედა და გადაუდგა დასავლეთს, მაშინვე ააკეფეს თავიანთი მეხუთე კოლონა, რომელსაც 30 წელიწადი ფულებს უგზავნიდნენ და ტვინს ურეცხავდნენ. აი შედეგი რა არის? კომენტარები წაიკითხეთ, გოგოებითგან მღერიან, ვითომ და იგინებიან, ხელისუფლებას დედასაგინებენ. სოდომიტები და გამოდიან და ამბობენ რომ აი გუშინ ნახე ერთი ესეთი კადრი მთავრობის სახლის დგას
მამათმავალი და ამას რომ მე მამათმავალი არაფრის ახალგაზრდა ბიჭია არაფრის არ წვენი მეც მოგიწოდებთ ესე გავბედულად გამოხვიდეთ აღიაროთ თქვენი სექსუალური ორიენტაცია ნურს ღმერთის გეშინიათ და ნურს ადამიანის და ამ დროს ერთმა ბიჭმა ვერ მოითვიდა გამოვიდა და მოსდო და დააგდო ეს ცვედანი მიწაზე კომენტარები წაიკითხეთ რას უწერენ დედები ტირიან ნარკომანების შემხედვარი ან მამათმავლების ამ ლესბოსელების და ამ ტრანსგენდერების აი ეს არის ძირითადი მასა ვინც იქ მდრადად გამოდის და ასაზრდუებენ თავიანთი ნარკოტიკები და ასე შემდეგ და ტოქსიკური მოწავლით უკვე რამდენი წაიყვანეს არა გახსოვთ ეს კადრები სასწრაფო მიდის ფსევდოლიბერალური არხიდან მივარდება და ექიმს და ეკითხება როგორ არის ნაცები მანამდე არც ვიცი ძალიან არიან სამი არიან ის შეცემა პოლიციამ და ეკითხება ექიმს და ექიმ ეს გულდაწყვეტით სევდენათ ერთგვარად უთხრა რა მომოშორდი თავიდანო ესეც ამასაც ნიშნავდა ტონალობით სემესო რა აქვს დამტრეული რა აქვს დაზიანებული ტოქსიკური მოწამვლა ლოთობით მოიწავლენ აი ძირითადი მასა ესეა დანარჩენები მეგობრის ხათრით მოვიდა საფსახურის უფროსის ხათრით მოვიდა ამის ხათრით იმის ხათრით ქართველი ვარ ჩვენში გამოთქვა ხათრიანი კაცის დედავატირეო აი მეც ვიტყოდი მაგაცე რა გულახდილად რისი ხათრი რა ხათრი საქართველოს გეღუპება დაეხსნა როგორც იქნა ესე იგი ჩრდილოეთის დაცვა ახლა გინდა დასავლეთის მელად ჩაუგორდე ქვეშ დაუწვექვია ამას ჩაგორებაც აღარ არის ღირსება აღარ აქვს ქართველებს იმიტომ რომ წმენა არ აქვს და ნუ მეთქვით გდელი ჭილორში თუ აბარაულდა ეთქვა ადამიანი რომ ღმერთს კარგავს იქ უკვე ადამიანობას კარგავს იმიტომ ადამიანი ღმერთის დიდებით შეიქმნა და მის მიერ შეიქმნა რომ თანამონაწილე ამ გზით გახადოს თავის დაუსრულებელ სიხარულ ნეტარებაში ადამიანს ესეც აღარ უნდა ისე არიან ტვინგამორეცხილები რომ რისი მომავალი ნეტარება რისი სასუფეველი რა სამშობლო რა დედმამის პატივისცემა და ასე შემდეგ აი დღეს არის 1 იანვარი არა ახალი სტილი ჩემთვის რამდენად არის მნიშვნელოვანი იმდენად რომ ჩემი გარდაცვლილი დედის დაბადების დღე და დაუჯდომლამდე პარაშუტი გადაუხადე ჩემს წინაპრებთან ერთად სულ ეს არის დედის პატივისცემა და ამასაც გვავიწყებენ აი ამ ყველაფერმა რაც ტრიალებს 30 წელი ქარიშხალივით საქართველოში რა მოიტანა მშობლებს აუნჯაყა შვილები უკიდურესი გარყვნილება ნარკომანია საქართველოს ეს პატარა ერი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა აბორტების მიხედვით და ნარკომანიის და მწეველობის მიხედვით მწეველობა რომელიც სოფლიოში პირველ ადგილზეა ესე იგი სიკვდილიანობის თვალსაზრისით ესე იგი რა ხდება თქვენ ვერ ხვდებით გაბრიყვებულო ქართველებო თქვენ თანდათან გამცირებენ მალე აღხოცავენ ამით თქვენი მიწები ჭირდება ეს მათმა გენერლებმა მოქმედმა მათმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მათ შორის ევროკავშირელმა ზოგიერთმა ფრანგმა სულ უკვე გითხრა თქვენ არავის არ ჭირდებით დასავლეთში თქვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჭირდება აი მაგალითად უკანასკნელ დღეებში რა განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი ჩინის სამხედრო გენერალმა მოქმედმა ოფიციალურად ვინც ყირიმს ფლობს მას აქვს წვდომა შემდეგ ქვეყნებზე თურქეთი სირია ირანი უკრაინა უნგრეთი რუმინეთი საქართველო აი რატომ მიდის თურმე ყირიმისთვის ბრძოლა და არა იმისთვის არ იქა უკრაინა როგორც ქვეყანა არც არსებობს ეხლა ბევრი მიზეზებია რატო შეიჭრა არც ვამართლ ძალადობა მაგრამ სხვა გზას უტოვებენ არჩევან რუსდაბს რომელსაც ძალა აქვს სუხეში და არ აქვს ჭვაგონება მაგას რო ჭვაგონება ქონდა ჩვენზე კარგი მეგობრები არ ეყოლებოდა ჩვენ მიწებს კი არ წაგვლიჯდა ჩვენთან იმეგობრებდა და ჩვენ საზღვრებს დავიცავდით ისინი თავისთავად დაცულები იქნებოდნენ ახლა აღარ მინდა ამას ჩვენ ვიცნობ ჩინებულად ხუთი თითივით რუსულ პოლიტიკას ახლა ვეცნობით დასავლურ საკრულ პოლიტიკას იმიტომ არის ერთი დაშედარებული და მეორე მელაგუდას იშმაკობის გამო მოდით ნამდვილ სათქმელს რისთვისაც რაზედაც სურდა საუბარი იმას მიუბრუნდეთ ღმერთმა მას ყველაფერი მოგცა და რაც თავარია სული წმინდის მადლი ქრისტესნელი ვნებებით რომ ჩვენ შეუდგეთ ცოდვის მერმეთ სიწმინდის გზას და ვიცხოვნოთ სულები გარდა ხდება ეს წუთი სოფელი ამბობს მოციქული პავლე უკან დარჩება საგვარელო ქართულად რომ გითხრათ ყველაფერი და ყველა შენი სულით საკუთარი სულით
წარდგები შემოქმედი ღმერთის წინაშე. გასულ კვირას წირვალოცვის შემდგომ ვისაუბრეთ იმ 40-იან გზაზე, რასაც ახლად გარდაცვლილის სული გაივლის. ჩვენც გავივლით ამ გზას. როცა ადამიანმა იცის, თუნდაც მომავალი საშიშროების თუ განსაცდელის შესახებ, უფრო მომზადებულია და გაფრთხილებულია. მაგრამ როცა არ იცის, შიშნეულობა ეუფლება, დეპრესია, სულიერი კრიზისი, მელანქოლია, ესე თვითმკვლელობამდე მიდის თავისი შალბნელი ფიქრებით. ამიტომ საჭიროა რომ რწმენასთან ერთად გქონდეს სულიერი განათლებაც, იმიტომ რომ ვისაც რწმენა აქვს, ამბობენ ძველი მამები ეკლესიის, ის მონა ღვთისა და ვისაც რწმენასთან ერთად სოდნაც აქვს, ის უკვე მეგობარია ღვთისა. აბრაამ მამად მთავარს არის ამ მეგობრობით შედარებული წმინდა მამებთან. გარდა ყველაფრისა, ჩვენ დაგვიწესა ეკლესია და მასში დაასხა 7 საეკლესიო საიდუმლოება და რიტუალები, წესგანგებულება ეკლესიური ცხოვრებისა. ნათლისღებით იწყება ადამიანის, ასე ვთქვათ, გაქრისტიანება. მანამდე ასწავლია რა ძალისებრ სარწმუნოებას, ჩვენ შეშმარით სარწმუნოებას. ახალი ადამიანი აღმოიშობა. რა თქმა უნდა, ბრძოლები გრძელდება, ბოროტი ამით არ ქალწდება, მაგრამ ქრისტიანი ეს არის ქრისტეს მხედარი, ეს არის მეომარი ეკლესია, მიწაზე რომ დააარსა თავისი ნებებით უფალმა, ზეცაში არის მოზეიმე ეკლესია, სადაც უმაღლესი ლიტურგოსანი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე მელქისედეკის წესით რაც დასტურდება აპოკალიფსი და ასე შემდეგ, ამას აღარ მოვყვები და მოკლედ დედამიწაზე ბევრი რამ მოხდა, რომ მოინათლება ადამიანი, ფარველ ანგელოზს დაუდგეს. ესეც შეწევნაა, რა თქმა უნდა, უფლისა. ფარველი ანგელოზი, როგორც სიტყვა გვეუბნება, ფარველობს ზრუნავს მასზე, ცდილობს რომ თუ ცოდვაში ვარდება, ამოიყვანოს სინანულის უკან და ასე შემდეგ. გარდა მაგისა, სახელი, რომელიც ნათლისღებისას ენიჭება. აი მაგალითად მე არჩილ მეფის სახელი დამერქვა, დიდ მოწამისა. მას როგორც ჩემს მეუღლეს სეხნა წმინდას ესრეთ ვეუბნითო თქვენთაგანი თამარი, ქეთევანი, მარიამი და ასე შემდეგ. აქვე დავზე რომ მარიამი ღვთისმშობლის პატივად სულისკანვით არავის არ ერქმევა. არამედ სხვა მარიამის არის, მაგრამ მარიამ მაგდალელის მარიამ, მეგვიპტელის მარიამ, აბრაამის ძმის სულის და ასე შემდეგ. ესენიც რა თქმა უნდა ზრუნავენ ჩვენისა ცხოვრებისათვის, მაგრამ არის კიდევ ერთი მადლიანი ჩვენთვის გაუგებარი საშუალება. ეს არის არასეხნა წმინდანი, როცა განსაკუთრებულად ფარველობს ამა თუ იმ ადამიანს. ძალიან მარტივად ხალხურად რომ გითხრათ, უფალი ღმერთი ავალებს ამა თუ იმ წმინდას განსაკუთრებულად ფარველობდეს ამა თუ ამ ასევე ანგელოს ფარველობდეს, ესე იგი ამა თუ იმ ადამიანს თავისი განგებულებიდან გამომდინარე. კერძოდ აი მაგალითად მაკარი დიდს ფარველობდა, ჩვენ ვიცით, როცა ადამიანი ინათლება 900 ანგელოზიდან, მე-900 ანგელოზიდან უნიშნავს ფარվել ანგელოზს, უფალი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება. მაგრამ არის გამონაკლისების, მაკარი დიდი მაგალითად სიკვდილის წინ გებულობს გამოცხადებით, რომ მისი მფარველი დედამიწაზე დღიდან ნათლისღებისა იყო არა რიგითი ანგელოზი, მე-900 ანგელოზი, ყველაზე დაბალი დასაგები, არამედ პირველი ტრიადის ანგელოზი, ქერობინი, რომელიც თავის თავში მიუწვდომელი სახით ატარებს ღვთიურ დიდებას. რატო? იმიტომ მაკარი დიდი განსაკუთრებულად გამორჩეული ღმერთშემოსილი მამა, თავისი ეპისტოლებით დაგვიწერა ღვთისმსულიერი და ესე ძალიან ესეთი ბრძნული. ასე მაგალითად ცოტა მოგვიანებით ორიოდე მაგალითი წმინდა ნიკოლაოზის ცხოვრებიდან მინდა მოვიყვანო, ჩემი პირადი მაგალითებიც ორიოდე. ამის დასტურად რომ შეიძლება ერთხვა სახელი ნათლისღებაში ერთი, მაგრამ ამასთან ფარველობდეს განსაკუთრებით სხვა წმინდანის განსაკუთრებული განგებულებით. და აი მოტივ ნახოთ ორიოდე მაგალითი პატერიკული მოთხრობებიდან რა ძალა და შემწეობა ესე იგი ამა თუ იმ წმინდას. მას ჟამსაშინა ადრეულ შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ახალგაზრდა, რომელიც ესე იგი როგორც ვთქვით ღვთისმოსავი იყო და ეკლესიურ ცხოვრებას მისდევდა, ასევე რა თქმა უნდა ერში საქმიანობდა და ხშირად უწევდა ზღვის გადაცურვა და საქონლის ჩამოტანა და ვაჭრობდა ამ საქონლით და ესე თავს ირჩენდა, ოჯახს არჩენდა, მოყვას და ასე შემდეგ. მას განსაკუთრებულად უყვარდა წმინდანებში წმინდა ნიკოლაოს საგვირველთმოქმედი. მე შემელო რა თქმა უნდა სხვა წმინდანების ცხოვრებიდანაც აუმერჩია უამრავი მაგალითებია, სხვა რაოდენობა, ერთი მათგანი ასე გადავწყვიტე წმინდა ნიკოლაოსის შემწეობიდან. და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა, როცა იყო მისი სახსენებელი. ორჯერ არის სულ ცოტა წელიწადში, ნიკოლოზობა დეკემბერში, ვიდღესასწაულეთ 10 დღის წინ, და ასევე მაისის თვეში ახალი სტილით არის წმინდა ნიკოლაოსის ნაწილთა გადასვენება მიროლოგიიდან ქალაქ ბარში. ამასაც განსაკუთრებულად აღნიშნოთ ქრისტიანები. საერთოდ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია მთელს ქრისტიანულ სამყაროში გასაკვირელი სასწაულით მოქმედებებითა და შეწევნით და შეეწევა არა მართლმადიდებელსაც კი, საზოგადოდ ყველა ადამიანს თავისებურად ფარველობს, რა თქმა უნდა, ღმერთი, ვიდრე
ჭეშმარიტების შემეცნებაში მოიყვანს ერებს, ქვეყნებს და ასე მაგალითად ისრაელს მფარველობს ღმერთმა ჩააბარა მთავარანგელოს მიქაელს, იმიტომ რომ უწინამორჩეული ერია. მაგალითად ირანი ჩააბარა გაბრიელ მთავარანგელოს, ისე როგორც ქართველ ერსაც ყავს თავისი მფარველი ანგელოსი. მოკლედ, ვიდრე გაემგზავრებოდა ნაოსნობით ეს ახალგაზრდა, ჩვეულებისეებ შევიდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გულსმოდგინედ ილოცა, შესწირა შესაწირავი რაღაც და ესე იგი გაუდგა გზას. შებინდებისას დაიძრა, გავიდა ხომალდი დავსადგურიდან. დიდი მანძილი არ გაევლო, ჩამოწვა თუ არა ბინდი, წვდიადი, საშინელი ზღვათა ხელვა ატყდა. ისე რომ ხომალს დაღუპით ემუქრებოდა მაშინ თქვენ იცით რომ აფრიანი გემები იყო და სასწრაფოდ მეზღვაურებმაც და გემბანზე მყოფებმა ვისაც ამისი ძალა და უნარი ჰქონდა არა დედაკაცება არა მამაკაცება იწყეს აფრის ჩამოხსნა. სრულიად შემთხვევით ფეხი წამოჰკრა რაღაც ნივთს სიბნელეში ამ ახალგაზრდამ ზღვაში გადავარდა. მან იცოდა, იმიტომ რომ ხშირად მოგზაურობდა რომ უკუნ ღამით ხელვარების შანს მას ვერავინ დაეხმარებოდა. ეს ხდება წამებში და ვინც წარმოუდგა პირველი ამ განსასწრებში, როცა სიკვდილის თვალებში შეხედა, იყო დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაუსი და მთელი არსები, მთელი გულით შესთხოვა. წმინდა დიდო მღვდელმთავარი, ხო ხედავ ვიღუპები, ეს პროგონებაში აზრებით ხდება, ვერც მოასწრებს ამის თქმას. შემეწიე მე და როგორც კი ეს თქვა, გონება დაკარგა. გონს როცა მოვიდა, ხედავს რომ სახლში ზის, რომ გონს რომ მოვიდა, მიმოიხედა, დახედა თავის თავს. ახლობლებს გაუკვირდათ. რატომ მოხვედი ასე ადრე? არ როგორ მოხვედი? რატომ ხარ ასეთი სველი? წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები. სახე ქონდა ჯერ კიდევ შეშინებული, გაოგნებული იყო ამ ყველაფრისაგან. ბოლომდე გონს ვერ მოსულიყო. როგორ მოხდა რომ იქი ხრჩობოდა და ახლა სახლში ზის. და მაშინ მან მოუთხრო ყველაფერი და ყველა მერთად ადიდეს ღმერთი და მისი რჩეული ნიკოლოზ. აი ხედავთ განსაკუთრებულმა გულმოდგინე ლოცვამ როგორი სასწაული მოახდინა. წმინდანმა კი არა საგვარელმა აიფიქრა ჩემს ცნობიერებაში მოგონებამ და არ შეიძლება არ კითხავთ. სულიერი მამის ლოცვებსაც აქვს უდიდესი შემწეობა. თქვენ რომ ასე განიკითხავთ. თქვენ რომ ახარისხებთ ეს ესეთია, ის ისეთია. ვიდრე მღვდელი შულისმიერად მღვდლობს, ნებისმიერ მღვდელს მართლმადიდებელს, სულ რომ უცოდვილეს იყოს, ვიდრე არ არის დაყენებული მღვდლობიდან, მას აქვს დიდი ძალა შეგვრისა და გახსნისა და შეწევნისა. ასე მაგალითად ეგვიპტის ერთ უდაბნოში ორი ბერი მოღვაწეობდა, სულიერი მამაშვილი, მოხუცებული და ახალგაზრდა. ისინი იესოს ლოცვით და სპირიდების, კალათების და გოდრების წვნით იყვნენ დაგავებული. ეს იყო მათი პური არსობისა. ჟამითი ჟამად როცა ეს კალათები გროვდებოდა და გოდრები მოიკიდებდა, ახალგაზრდა ჩავიდოდა ალექსანდრიაში, დადებდა ბაზარში, არ ადებდა ფასებს. არ ადებდა ფასს, დადებდა ვინც რაც მისცემდა, მიყიდიდნენ, მისცემდნენ, წამოიღდნენ, ორცხობილას იყიდიდნენ, წყალს, იმიტომ რომ ერთის და მეორეს არ იშვებოდა იმ ღრმა უდაბნოში და უკან ბრუნდებოდა. ერთხელაც როცა უნდა გაეგზავნა საშინელი სიძვის ბრძოლები დაეწყო იმ ახალგაზრდას და იმ პერიოდში და სულიერ მამას შესთხოვა რომ შენ ხომ იციო ჩემ ახსარებებს ხომ შენ იღებო მაგ საშინელი სიძვის ეხლა იმ დედაქალაქში რო ჩავალ ამდენი ქალი უნდა ვნახო გამიღმავდება და მე შინია ცოდვაში არ ჩავარდე თან იყო ახალგაზრდა განხურვება ქვია ძველ ქართულად ამ სექსუალურ აღტკინებას სულიერ მამამ უთხრა სულიერი მამის ლოცვით ღმერთმა დაგიცვას და დაგიფაროს ამ და სხვა განსასწრებისაგან შვიდად დალოცა და გაუშვა. წავიდა მართლა ჩავიდა ქალაქში. საერთოდ არ მოქმედებს ქალის შესახედება, იერი, ტანი და ასე შემდეგ. ზოგიერთის მეძავი მიმოხრანიც ესეც მინდა დავზენო და დღეს ხომ ამით ამაყობენ უბრალოდ რა. უსინდისობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ჩაცულობასაც გულათან მაჭვა გრეხვალსაც, ლაპარაკს, გინებას და ყველაფერს არ მინდა. გამოწვლიეთ ვილაპარაკო ამასე და ერთი სიტყვით გაიყიდა ეს კალათები, გახარებულმა აიღო ეს ორცხობილა იყიდა წყალი და ბრუნდება უკან და უხარია რომ არ შესწოდა და ბრძოლების კი აღარ ქონია. ის არის ქალაქს უნდა გამოსცეს რომ ერთ-ერთი სახლიდან გამოვიდა ქალი რომელიც იყო მეძავი. და მეძავის ხელოვნებით შეაცოდა თავი. მამა, ვაი, რა კარგია, ღმერთმა გამოგზავნა ჩემს დასახმარებლად. ქალი ვარ უძლური ბუნების, ტახტი მაგასა ვეწვალე, ვერ გადავდგი, იქნებ მომეხმარო. ამით მოინადირა, შეიტყუა სახლში
და აი ბერი უკვე წევს მის გვერდით სარეცელზე და საცაა შესწოდებს. არ უნდა, მაგრამ სხეული თითქოს თავისას ითხოვს, როგორ იტყვის, სისხლი უდუღდაო არა, სიძვით. და გულში საბრალობელად გაიფიქრა. ვერც დაამთავრა სიტყვა, ვერ მოასწრო. უფალო, ჩემი სულიერი მამის ლოცვით მიშველე, ხომ იცი არ მინდა. ამცოდე, როგორც კი სხვა ნახევრამდე არ იყო მისული, აღმოაჩინა, რომ ჩაცული უახლოვდება მონასტრის კედელს. როგორ რანაირად არ იცის. სულიერი მამის ლოცვით ღმერთმა დაიფარა განსასწელისაგან. მოდით ამას იქით ნუ კი განვიკითხავ ჩვენ სულიერ მამებს. გარეთ გინებაც კი მიმდინარეობს მათი თუნდაც ჩემი აზროვნების გამო, როგორც მე ვსაუბრობ, როგორც ვაფასებ ამ სახალხო სეირნობას, მაგრამ გლიშიში ცხარი ვის გაუწყვეტი, რომ მათი შიში ძალიან პატივმოყვარეობაა, გული ამეჩროლდეს და პირი დავმოწო. ძაღლი ყებს, ფარა მიდის. კარგია ძაღლი რომ ვახსენეთ. ძაღლი უწოდა უფალმა იესო ქრისტემ იოანე ოქროპირის განმარტებით ერთ-ერთ ქადაგებაში ათეისტებს, უღმერთოებს. აი უღმერთოთა ბრბო არის ეს. და კიდევ ერთხელ ამბობ, არ დავახასეთ უფრო კონკრეტულად ვისგან შეესგებიან, როგორი ეგრეთ წოდებული ადამიანებისგან ისინი. და არიან გაბრიყვებულები და დროთა განმავლობაში გონსპოვლიან. აი თუნდაც ეხლა რომ სამა ჯებირ გადალახულმა პარტიამ აიღო თანხა რას ნიშნავს? აღიარეს ლეგიტიმურობა, არა? მათი მამა არის მამონა, ფულია მათი მამა. ეს იყო თამაში აქამდე და იქნებეს გაბრიყვებული ხალხი. მე ნარკომანების და ლოთების იმედი არა მაქვს, რომ გაბრუჟულები რომ არის მე გაიაზრებენ, მაგრამ დანარჩენმა ვინც მიტმასწნია ამ ბრბოს გონებას მოუხმოს და გაანალიზოს სინამდვილეში ვინ არის. ესენი ფულისთვის დასავლეთსაც დაუწვევიან, ჩინეთსაც დაუწვევიან, რუსეთსაც და დედასაც გაყიდიან და მამასაც გაყიდიან. მათი მამა ქრისტე მოცი საუკუნის სინამდვილე არის მამონა. ეშმაკია, სატანა მათი მამა. თავი დავანებოთ, მაგრამ სულიერი მამის ლოცვებს უდიდესი ძალა და იმიტომ რომ თვითონ პიროვნულად თუ წმინდა ცხოვრობს, მადლზე ემატება ასეთ მოძღვარს და საკვირველთო მოქმედების ძალაც კი ეძლევა. თავისთავად მღვდლობა ამნის კურნების უკვე გულისხმობს. თქვენ მოусმინეთ, მღვდელთავარი როცა აკურთხებს მღვდელს ლოცვებში რა ეთქვის, მათ შორის მოუწოდებს ამ ადამიანს, ვინც გამოირჩიეს საკვირველოდ კურნების ძალას. ეს მისი დამსახურება კი არ არის, ვისაც აკურთხებენ. ეს არის ღვთისწყალობა ადამიანებისთვის, ბოძებული მისთვის. თავად მღვდელი ნიშნავს ცეცხლის მატარებელ ჭურჭელს. რომელ ცეცხლს? რა ცეცხლს ატარებს მღვდელი? აი, სულთმოფენობა გამოხატული. სული წმინდის ნიჭები ცეცხლის მსგავსებად გადმოვიდა მოციქულებსა და ღვთისმშობელ, მაგრამ გახსოვთ არა, საქმე მოციქულთად არის. აი ამ ცეცხლის, ანუ მადლის მატარებელი. პირველ ყოვლისა მღვდელთავრისგან ენიჭება, მღვდელთავრის ღვთისგან ეძლევა მადლი შეკვრისა და გახსნისა. ეს ხელმწიფება ეძლევა. გარდა მაგისა, კურნების ნიჭიც ეძლევა და ასე შეწევნისა, მახარებლობისა, ღვთის სიტყვის ქადაგებისა. ყველა მღვდელი უნდა ეცადოს თავის თავში გააღვივოს ყოველივე ის, რაც ჩამოთვალე. ეს კი მოგეცა, მაგრამ ბოროტ მონასავით კი არ უნდა მოიქცე იგავში რომ ამბობს უფალი, რომ არ უყარდა თავისი უფალი და აიღო ის ტალანტი და მიწაში დამარხა. სხვა მორი ბრუნვაში მოაქცია, ავაჭრა ძველ ქართულად როგორც ქვიან და ესე 5 და 10 მოიგო და ღმერთმა უფრო მაღალზე დააყენა და ბოროტ მონას რაც ეგონა რომ ქონდა ისიც წაართვა და გარესყნელში, ანუ ჯოჯოხეში განსდევნა. მღვდელი რომელიც არ იმკველებს, გავს ძაღლს რომელიც არ ყებს. შედარება რომ გავაკეთო. მღვდელი ღვთის სიტყვას მეტად თუ ნაკლებად უნდა ქადაგებდეს. არ არის აუცილებელი ამაღლებული ქადაგებები ქონდეს. მაღალი შტილითი ქადაგოს, ჭევრმეტყველებით, აი იოანე ოქროპირი, რომელიც წარმომავლობით იყო არისტოკრატი და უშვენიერესი უდიდესი განათლება ჰქონდა, საერო გაგებითაც კი მიღებული. თავიდან თურმე ქადაგებდა მაღალი შტილით. ძალიან დახვეწილად, მაღალ ხატრულად, მაგრამ გაუნათლებელ უბრალო ხალხს მიხვდა რომ დააკვირდა რომ არ ესმის ხეირიანად. და ერთ-ერთმა დედაკაცმა უთხრა და ამის მერე დაერქვა შეზახოდნენ ოქროპირი და ერთ-ერთი დედაკაცი უბრალო დაბიო გაუნათლებელი მივიდა მამო ჩვენს გაგვეთვალისწინეო და გაუკვირდა რომ რას გულისხმობ კითხა და შენი სიბრძნის ჭა ღრმა არის და ჩვენი ჭკვაგონება მოკლე თოკიაო და ვერ ვწდებით რომ წყალი ამოვიღოთ ესე იგი მადლი მივიღოთ შენ და მე უფრო ესე საუბარი გაგრძელდა მიხვდა რომ მას ამაღლებული განათლებული ადამიანის ქადაგება უბრალო ხალხს არ ესმოდა ასე და უფრო დაბიოენით უბრალოენით დაიწყო ქადაგება წაიკითხეთ მისი ქადაგება ისე აღთოვანებული ვარ განსაკუთრებით ჩემი მგლობის დასაწყისში რომ ესე იგი ხელები აღმემართია სიტყვა ვერ ღმერთო შეიძლება რომ ასეთი სიბრძნე მისი ადამიანს
აი მაგალითად ეს დამემართა მაშინ დიდუბეში მსახურობდი ბრძოლად, როდესაც ვკითხულობდი იოანე ოქროპირის იოანეს სახარების განმარტებას. უბრალო რაღაცა, როგორ წარმოიქმნება ღვინის წვენი. ვას ემსჯელოს. და ვას აქ ოთხნაირი დატვირთვა ბიბლიაში თქვენი მაცხოვარს განასახელებს ეკლესიას ფთიშობელს და ესე შემდეგ და ესე იგი ისეთი ღრმავშელობა ესე იგი ტვინი დამიბნელდა სიღრმისგან ეს და ვთქვი რომ ჩემი გონება არ არის მზად აღიქვას ეს სიღრმე მაგრამ რამდენადაც აღვიქვი ესეც კი ნეტარებაში და სიხარულში მომყვანებელი აღმოჩნდა. მოდით მეორე მაგალითიც მოვიყვანოთ წმინდა ნიკოლოზის შეწებნიდან. ასევე ბიზანტიის იმპერიაში ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ადამიანი აგრიკოლა სახელად, რომელსაც ჰყავდა ცოლი და შვილი ვასილი, ერთადერთი ვაჟი ვასილი. განსაკუთრებულად უყვარდა თან მოჯახტი წმინდა ნიკოლოზი და განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავდა ნიკოლოზობას. კერძოდ წირვის შემდგომ მოიპატიჟებდნენ ახლობლებს, გაჭირვებულებს, ხრივობლებს შეძლებული კაცი იყო და სუფრაზე დასხავდნენ და სამადლობელ სამით გამოხატავდა ნიკოლაოზის მიმართ. აი ერთხელა ჩვეულებისაებრ გადაწყვიტეს რომ სუფრა გაეწყოთ. მამა არ წავიდა წირვაზე ამის გამო და გაგზა დაიბარა თავისი შვილი ვასილი და უთხრა შვილო წადი წირვალოცვა მოისმინე ჩვენთვისაც ორიოდე სიტყვა შესწირე წმინდა უდელთავარს და წირვა რომ მორჩება წამოდი ამათთან ერთად და ეს სუფრა გავიზიაროთ ყველამ. შვილი იყო მორჩილების და ღვთისმოსაობის სულისკვეთებით აღზრდილი, რა თქმა უნდა, თავი დაუკრა მამას. აი ცისკრის ლოცვაზე დგას. მოულოდნელად სარაცინები, ანუ არაბები დაესხნენ წარმართები თავს. ეხლა ბევრი კითხვა მუსულმანები არიან წარმართები მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით. ასეთივე წარმართები არიან მაგალითად ბუდისტები და ასე შემდეგ. რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ერთი ღმერთმა დამეფაროს, გავიზიარო ესაზრები. მაგალითად მუსლიმანებს როგორ ახავთ მათთან როგორ აქვს ერთი ღმერთი როცა იესო ქრისტეზე მათ ყურანში ნათქვამია რომ არის სამი წინასწარმეტყველთაგან და ამათგან და მუჰამედზე დაბლააყენებენ იესოს მაცხოვარს. აბა როგორ არის მისი ღმერთიები საერთო ანუ ღვთათ არ მიიჩნევენ ესენი არიან წარმართები. დამაარსებელი მაჰმადიანობის იყო ნესტორიანელი ვარაუდით თან იყო ეპილეფსიური ავადმყოფი. მან ესე იგი ბევრი რამ აიღო აბრაამიტული სარწმუნოებიდან, ძველი აღთქმიდან, ქონდა ეგრეთ წოდებული სიზმრები, ვითომ გამოცხადებები შეერია, დროთა განმავლობაში ხოჯები, მოლები უმატებდნენ კიდევ და მივიღეთ ყურანის საბოლოოდ. ეს არის წმინდა ადამიანური სრულმოძღვრება, არც მეტი, არც ნაკლები. ქრისტე მაცხოვარი გარკვევითა მე და მამა ერთი ვართ, ვინც აღმიაროს მე, აღიაროს ეციური მამა და ვინც დამფაროს, მეც დავფარო და უარყო. აქედან ლოგიკურად დაასკვენით, არიან თუ არა ისინი ერთი ღმერთის მორწმუნეები ჩვენთან. ისინი ჩვენს ღმერთს უარყოფენ. მამაძე და სულიწმინდა არის ერთი ღმერთი, ერთარსება განუყოფელი, სამპიროვანი და აღარ მოუყვები ამაზე. შელობას ვფიქრობ თქვენთვისაც კარგად ნაცნობია. მოკლედ დაესხნენ არაბები წირვის დროს ქრისტიანებს, გაძარცვეს ეკლესია, საკმაოდ ბევრი იყვნენ, ხალხი იყო მოუმზადებელი. ლოცვათ იდგა, ახალგაზრდები შეარჩიეს, ზოგი დახოცეს, ახალგაზრდები კი წაიყვანეს ტყვედ, კუნძულ კრეტაზე. ეს ახალგაზრდა მიჰყიდეს ერთ მათ დიდებულს, მუსულმანს, რომელსაც მოეწონა მისი ტანადობა, გარეგნობა და სუფრაზე მსახურად დაიტოვა მორჩილად. გავიდა 2 წელიწადი. რა თქმა უნდა, მისი მშობლები დიდ გლოვატირილში იყვნენ. ისე რომ ნიკოლოზობაც კი დაივიწყეს. აი მეზობლები მოვიდნენ, იცოდნენ რა მათი ღვთისმოსავში, კი რას ტირი ხარ, ამ ტირილით რას წუშველით, განაახლეთ ის ტრადიცია, შეევედრეთ წმინდა ნიკოლოზს. ეგების მანჩ გიშველოთ და თუ ვერ დაგიბრუნებთ, ის მაინც გითხრან, ცოცხალია თუ მკვდარია და მართლაც მამამ თქვა, რას ვტირი ვართ, რას შველით მას ტირილით. როგორც გვირჩიეს, ესრეთ მოიქცეთ. და აი ახლოვდებოდა რა ნიკოლოზობა, ცოლმაც სიტყვა შეაგება. აგერ რამოდენიმე დღეში იქნება ნიკოლოზობა და დაიწყეს სუფრისთვის ზადება. წავიდნენ წირვაზე, დაბრუნდნენ, მოიწვიეს ყველანი და აი რა სასწაულის მოწმენი გახდნენ ყველა მათთან ერთად, მეზობლები, ახლობლები, ლახაკები და ასე შემდეგ. კუნძულ კრეტაზე, სადაც გაიყიდა ეს ახალგაზრდა, ემსახურება
აი ნიკოლოზოვის წინა დღეებია და თავადაც ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს, რომ თავისუფლების ღირსი გაეხადა და ემსახურება თავის ბატონს. ხელში მას უჭირავს ღვინით სავსე, ესე იგი ბარძიმი, რომ მიაწოდოს, როცა ანიშნებს ბატონი. მოულოდნელად გაქრა იქიდან. ამ დროს მშობლები ახლობლებთან წირვიშებს ხედან და იგონებენ წმინდა ნიკოლოზის სასწაულებს ყვებიან. აი ასეთი სასწაული მოახდინა ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში და აფრთოვანებით ყვებიან და მოულოდნელად შუაში გაჩნდა ვიღაც არაბული შესამოსელით. მამას შეეშინდა ერთბაშად ანაზდად. წამოდგა და ესე იგი იკითხა, ვინ ხარ შენ? არაბი ხარ? აქ როგორ მოვდი? ასე უეცრად როგორ შემოხვედი, რომ ვერავინ ვერ დაგინახეთ. მერე უფრო ახლოს რომ მივიდა და ჩააკვირდა თავისი შვილის. შენა ხარ შვილო ვასილი? დიახ ბატონო მამაო, ეს მე ვარ. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა მომიყვანა დამაბრუნა თქვენთან. აი ესეთი უჩვეულო შეწევნანი მისცა წმინდა ნიკოლოზმა. წმინდა გიორგის ცხოვრებაშიც კითხულობს გასრამე. აი აქ მამა გაბრიელის ტაძარში არის ბერძენი მამის გიორგი კარსლიდისის ხატი, სადაც ადრე პეტრე და პავლეს ხატი იყო. ის ხატი შევწირეთ მამა იოანეს მონასტერში, რომელსაც აშენებს პეტრესი და პავლესი წმინდა ნაწილით ამ მოციქულებისა. და იქ დავასვენეთ წინამძღვარმა გადავწყვიტე გიორგი კარსლიდის ხატის. რატომ მომაგონდა ახლა? ესეც ასევე იხსნა წმინდა გიორგი ტყვეობისაგან. აი აქ მეტეხის ეკლესიაში ციხე ჰქონდათ ბოლშევიკებს, თქვენ იცით. მათთან სხვებთან ერთად ისიც იყო, დაახრიტეს, ჩაყარეს ორმოებში და ესეთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ მაშინ ბოლშევიკებს. ვინც მიუხედავად დახვრეტისა ცოცხალი გადარჩებოდა, ხელს აღარ ახლებდნენ. ფეხებში იქნა დაცხრილული. სიცოცხლის ბოლომდე აღონებდა და აწუხებდა ფეხები გიორგი კარსლიდის. მიუხედავად იმისა, მრავალსაათიანი წირვა ქადაგებები ჰქონდა, ხოლმე და ხშირად ხედავდნენ თხარათქური ისმოდა ფლოქვების ცხენი საკურთხევლიდან და ხმაური და ვერ ხვდებოდნენ და ეკითხებოდნენ. წმინდა გიორგი და დიდმოწამე მინა ხშირად ეცხადებოდნენ წირვის დროს, ცხენით. თქვენ იცით, აბუსერიძის წმინდა გიორგის ცხოვრებიდან და სასწაულებიდან ქართველი ავტორი არის, რომ წმინდა გიორგი ითხოვა უჩვეულო რა. ცხოველს აქვს სამშვენელი, უკდავისული არ აქვს. ამიტომ ის სასუფეველში ვერანაირად ვერ შევიდოდა, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველი შესაძლებელი. წმინდა გიორგი მითხოვა იმ ცხენის ცხონება, რომელიც მას ბრძოლებში ჰყავდა თან. გასაოცარი რამეა და რამდენად დიდია წმინდანის ლოცვა, რომ ცხენიც აცხოვნა, უკდავია მისი ცხენი. ამიტომ არის ხშირად ცხენით რომ გამოიხატება, ცხენით ეჩვენება. მე ხომ მოგიყევით გიორგობას, ჩემს ბავშვობაში მყავს ნანახი წმინდა გიორგი, ამ ცხენზე თუ გინდა აგეწერთ. დიდი ბედაურია, თეთრი, წინწკლებიანი, შავი წინწკლებით. დაკუნთული ფეხები ჰქონდა, ეს დამამახსოვრდა, პატარა ბავშვი ვიყავი, 4-5 წლის, რომელსაც გამამათრახა ჩემი თავხედობის გამო. ახლა აღარ მოვყვები, მომიყოლია დაწვრილები და მოკლედ აი გიორგი კარსლიდისიც ცხენზე შემოისვა წმინდა გიორგი და გადაიყვანა ბათუმში. სოხუმში მას დრანდის მონასტერში ქართველი წინამძღვარი ყავდა არქიმანდრიტი. რატო ვცემ ამ წმინდას პატივს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო ფორმალურად, რომ ეს ხატი დაწერილი იყო ჩვენს პატარა ტაძარში, სადაც თითქმის გადავსებულია ხატებით ეკლესია. საქართველო უყვარდა, ის იყო ბერძენი, პონტუელი ბერძენი იყო წარმოშობით, მშობლები წინაპრები იქიდან ჩამოვიდნენ, წალკაში დასახლდნენ, გიორგი წალკელსაც უწოდებ, ჩემ გულში მას და განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი, ჩვენი ეკლესია. ქართულ ენაზე წირავდა ძირითადში, საბერძნეთშიც როცა გადავიდა, იქ ძირითადად წირავდა ქართულ ენაზე. და არა მარტო ცოტა ზოგჯერ ბერძნულად, ძირითადში ქართულად წირავდა და წირავდა კიდევ ერთ გაურკვეველ ენაზე. არ იცოდნენ რა ენა იყო. ესე იგი, მას გარდა სასწაულით მოქმედებისა ჰქონდა ნიჭი, ესე იგი, ენებით ლაპარაკისა, როგორც პირველ მოციქულთა ხანაში იყო. ქრისტიანებს ჰქონდა პავლე იცოდა ყველაზე მეტი ენა, გლოსოლალიეთ. ესე იგი, სულიწმინდის მადლი და არა სწავლულობით. ასევე გიორგი კარსლიდის ჰქონდა ლაპარაკი უცხო ენაზე, ჩვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრისა. ამ ენაზე ხშირად ესაუბრებოდა გამოცხადებების დროს წმინდა გიორგის მინას და სხვა წმინდანებს, ბარბარეს და სხვა. როგორც თავში შევიტყნით, გარდა იმისა, რომ პატერიკული მოთხრობებიდან მოვიყვანეს შეწევნის მაგალითები, როცა განსაკუთრებულად გიყვარს და მოუწოდებ ამა თუ იმ წმინდას, თუნდაც მისი სახელი არ გერქვას, აი მე მინდა მოვყვე, თუმცა ნიკოლოზოვას ამაზე ვისაუბრებ ცლად,
გული მთხოვს და მინდა ვთქვა რა მაკავშირებს წმინდა ნიკოლოსთან. რატომ მიყვარს განსაკუთრებულად და რატომ მივიჩნევ, თუმცა არჩილი მქვია, რა თქმა უნდა არჩილ მეფეს ვევედრები, ჩემს განსაკუთრებულ მეოხად. ეს ჩემგან არ მოხდა. ყველაფერს ვერ მოვყვები, ხუთი შეხება მქონდა, ასე ვთქვათ, ამ წმინდანთან. გამოცხადებითა თუ სხვისი გამოცხადებითა თუ სიზვრეული ჩემი ჩვენებებით, აი რამოდენიმეს ამოვყრებ და მოგიყვებით. პირველი სასწაული ეს მოხდა კუკიის წმინდანოს ეკლესიასთან დაკავშირებით, წმინდა ნიკოლოზთან მომიყოლი ამას გამოვტოვებ. გავიდა საკმაო ხანი, ესე იგი 2-3 წელიწადი და პატრიარქმა დამავალა, ახლად ნაკურთხი ვარ, დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობ, რომ სამშაბათობით უნდა მივიდე სიონში, თუმცა დიდუბის ღვთისმსახური ვარ და პატრიარქთან ერთად და სხვებთან აღვასრულო დიდი პარაკლისი ივერიის ღვთისმშობლის ხატთან, რომლის შემდგომაც პატრიარქის კურთხევით 3 ქადაგება უნდა ითქვას. ერთ სიტყოდა ჩემგან შერჩეული მღვდელი და თემატურათაც მეურჩებდი ქადაგებას, ესე იგი მეორე უნდა მეთქვა მე და ბოლოს დამასრულებელი შემაჯამებელი ქადაგება პატრიარქს. როცა ის იყო ზოგჯერ რომ არ იყო იშვიათად, მაგრამ ძირითადში იყო. ერთ-ერთ სამშაბათსაც ორშაბათი გადადის სამშაბათში ღამეა და მხედავ ასეთ უჩვეულო სიზრეულ ჩვენებას, ვიდრე წავალ დიდუბის ტაძრის მერე საღამოთი 7 საათზე პარაკლისზე სიონში. სიონში რომ შევხვალ, ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ორი დიდი სვეტია. ხელმარჯვნივ დასვენებულია წინასახეზე ამ სვეტისა ანჩის ხატი, მაცხოვრის ხატი. მეორე მხარეს ივერიის ღვთისმშობელი. მე არ ვიცოდი რომ მანამდეს რა პარაკლისი და ეს იყო ივერიის ღვთისმშობელი, იქ არის სიონის ღვთისმშობელი და ასე შემდეგ. და აი ვხედავ რომ მუხმოდრეკილი თავდახლი და ქედადრეკილი მდგევარ ღვთისმშობლის წინაშე. ბრუტავს იქ სანთლები, ეს დამამახსოვრდა კარგად და ლოცულობ. ვილოცე ჩვენი ეკლესიისთვის მახსოვს, პატრიარქისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და როდესაც დავიწყე ლოცვა ცოლშვილისთვის, მაშინ 2 პატარა ბავშვი მყავდა, ახლა 5 მყავს. ვიღაცა მარჯვნიდან მომიახლოვდა, რომ მივიხედე ფეხის შრიალზე, გამختარი კაფანდარა მონოზონი, რომელიც მივამსგასე სიონის ერთ მონოზონს, ჩრდილო კავკასიიდან გადმოყვნენ სოხუმიდან პატრიარქს. თავმდაბალი 7 ადამიანი იყო, შემჩნეული მყავდა ყველა დანარჩენ მონოზონებს, გამოირჩეოდა მათგან სიმშვიდითა და თავმდაბლობით. მოვიდა ოდნავ შემეხო, რა ვიგრძენი, რომ ის არის დედაკაცი, მე ვარ მამაკაცი და კეთილ მოგრძალებით მემჩნევა. გარდა მაგისა, ის არის მონოზონი და მე ვარ მღვდელი. აი ეს კეთილ მოგრძალება ვიგრძენი. ოდნავ შემეხო და ძალიან თბილი ხმით მითხრა მორიდებით. მამაო არჩილ, დედა ღვთისა, ყველა უნდა ვევედროთ, მაგრამ როდესაც შენ გინდა, რომ შენი პირადი სათხოვარი შეავედრო, აი ამას უნდა ევედრო. მომკიდა ოდნავ მორიდებით ხელი, წამომაყენა, როგორც შვილის ნუკრი გაყვეს ირებს, დედას ისე გავყები იმას სული მორჩილებით და შემომატარა ის სვეტი, დამაჩოქა, ხარზე ხელი დამატო, დამაჩოქა და გაუჩინარდა თვითონ, ვეღარ აღვიქვამდი. თავი როცა ავწია და ეს ძალიან მორიდებით ავწია, არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. დავინახე წმინდა ნიკოლაოს საგროთმოქმედის ვეება ხატი, დიდი ხატი, რომელიც იქ არის ახლა სინამდვილეში, სიონში უკვე ამდენი წელიწადია. და მივხვდი რომ ამას უნდა ვევედრო მე, განსაკუთრებულად. ეგეც არაფერია. ესე იგი შემწუხრდა სამშაბათი დიდუბის ტაძრიდან წამოვედი სიონის ეკლესიაში, რომ მორჩილება შევასრულო პატრიარქის. პარაკლისზე დავდგე და ქადაგება ვთქვა. და ესე იგი, როდესაც პარაკლისის დაწყებამდე მოვილოცე ტაძრები, საქმე დავრჩი. დავინახე, რომ ის ხატი, რომელიც სიზმრეულად ვნახე, არის სწორედ იმ ადგილას, არა ნებისმიერ ადგილას. მერე გავიგე, ჩემი ბრევლი იყო ერთ-ერთი ექიმი ქალი, მისი ქმარი პროზექტურაში მუშაობდა აქ, პირველ საავადმყოფოში. ეს დედაკაცი ახლო იყო საპატრიარქოს მონაზვნებთან, მათ შორის იმასთან, ვინც მე სიზმრეულად ვნახე, მივამსგავსე და მათგან გაიგო, რომ წმინდა ნიკოლოზი ეჩვენა პატრიარქს თავის სამლოცველოში და უთხრა, რას ჩაგიკეტია ჩემი ხატი სამლოცველოში, ააბრძანე და სიონში დააბრძანეო. პატრიარქი ჩავიდა, მოძებნა ის ადგილი, რომელიც უთხრა წმინდა ნიკოლოზმა და დღეს იქ არის დაბრძანებული. და რომ მივედი სამშაბათს ღამის ჩვენების მერე, დავხვდა იქ და მერე რამოდენიმე დღე გავიდა, მიკვირდა, არ ვიცოდი რატო დაასვენეს უბრალოდ ასეთი ხატი და
ეს ჩემი სულიერიშვილი აღსარებაზე იყო მოსული და უთხრა რომ ეს მოუყევი ჩემი სიძველებული ჩვენება, იმიტომ რომ განათლებული და სულიერი ადამიანი იყო და გაიგებდა ყველას რა თქმა უნდა, ვერავითო ბაბას ვერ მოუყვები და ნეტა რა არის მეთქი და მართლაო, შენ იციო რა მოხდა და მე მომიყვა მონაზვნება რაც უთხრეს. დაემთხვა იმისი ჩვენება, ჩვენი ჩვენება ერთმანეთს. ამიტომ მე იმ დღიდან განსაკუთრებულად მივიჩნევ ჩემს ფარველად. ეგეც არ არის ყველაფერი. შეხარვენახის ხატი ითხოვა რუსთავის ეპარქიამ პატრიარქმა კურთხევა გასა და უნდა წაასვენონ ერთი კვირით თხოვეს ეს ხატი რომ ილოცონ რუსთაველმა მორწმუნე ვახტანგ-გვარდელს ახლა დაშენებულ ტაძარში. სწორედ იმ დღეს მოხდა ასეთი რამ. მანამდე თქვენ იცით პეტრე პავლეს ეკლესიაში როცა შედიხარ საკურთხეველთან ორი მაღალი ხატია პეტრე პავლესი და ნიკოლაოს საკვირველთმოქმედი. ეს არის კანკელში იყო რუსულ კანკელში მრავალსართულიანში ნაწილი. ჰერეთში შევწირე წმინდა გიორგის ეკლესიას ითხოვა წინამძღვარმა ჰერიარის წარმოშობით ინგილო არ უნდა დაუძახო ეს დამამცირებელია იმ ქართველებისთვის. ჰერები არიან ესენი. ტომია ერთ-ერთი ქართული. ხო და ეს ორი ხატი კიდე ჩვენი მამა გიორგი როა პაპიაშვილი რუისურნისის მიტროპოლიტმა ჩვენი რეკომენდაციით აკურთხა მღვდლად და განაწესა ერთ-ერთი თუ არ ვიცი მუხიში რომელიღაც სოფელში რა ან აგარაში ზუსტად არ მახსოვს და მოვიდა ჩემთან ჩემი სულიერიშვილი მამა გიორგი მეუბნა მამა ხატები აქვს თუ გაქვს ორ-ორი რამე ან ზედმეტი იქნება იქ არაფერია სარიელია საერთო ეკლესია არ მოქმედი 10 წლებია და აი რატომ ჩინაგანად მინდოდა რომ ეს ორი ხატი ტაძრიდან გაბეტანა პეტრე რატომ ფიქრობ რომ რუსული ხატწერის კანონებიც არის და თითქოს რაღაც ნახატში გადადეს უფრო ვიდრე ხატის კაცრი ესე იგი კანონებით არის დაწერილი. გულში მქონდა ეს ბრძოლები და მამა გიორგი რომ ეთქა შვებითა მოვისუნთქე რა. საბაბი მომეცა. მაგრამ ღმერთი ხო გულთამხილავია და მისი წმინდანიც ხედავს ჩემ გულში რაც ხდება არც თუ სასურველი. და ავდექი და სასრაფოთ ორი სამი პატარა ხატი შევწირე და მათ შორის ეს ჯერ ჩემი შეცდომა იმაში მდგომარეობდა პატრიარქს არ ვკითხე. შენ მოგწონს არ მოგწონს ასე ფიქრობ. ისო ფიქრობ პატრიარქი აქ წინამძღვარი ამ ეპარქიაში და უნდა დაეკითხო. ნუ აი ეს ცოდვა გამხელილი შობიო და მე რამდენად გიმხელთ ბრევლს. ერთი სიტყვით მამა გიორგიმ წაასვენა. აი მოვიდა რუსთავიდან მრევლი უნდა გადაასვენონ. წინა დღეებში ერთი კვირით ადრე მოდის ერთ-ერთი დედაკაცი რუსი დამტრეული ქართულით მეუბნება ხარ რუსულად ლაპარაკობს რომ მამა არჩილო თქვენ ბრძანდებით თუ არა წინამ კი მეთქი ხო და პეტრე და პავლე მოციქულებმა გამომაგზავნეს გნებავ დაიჯერე გნებავს არა ის ორი ხატი რომელიც გაიტანა ტაძრიდან მამარჩმა უკან დააბრუნოს თან კონკრეტულად თქვა პეტრესი და პავლესი და წმინდა ნიკოლოზის შევშინ ისედაც ბრძოლები მქონდა დაწყებული სწორად მოვიქეცი თუ არ მოვიქეცი და ახლა მოდის და პირდაპირ გამხილებს გავიდა რამოდენიმე დღე და ეს დღე მოვიდა რუსთავიდან მოვიდა უნდა წაასვენო მოდის უშუალოდ წასვენების წინ ერთ-ერთი დედაკაცი ასევე რუსი იმიტომ რომ ადრე გარუსებული იყო ეს ეკლესია რუსები დადიოდნენ ძირითადში პეტრე პავლესი ხო და მეუბნება რომ წმინდა ნიკოლაოსი მეჩვენა გნება ჩათვალეთ რომ ხიბლში ვარ თუ როგორც გნებავთ მაგრამ მე ვასრულებ სრული მორჩილებით მის ლოცვა კურთხევას წინამძღვართან ადი მამა არჩილთან და უთხარი რომ პეტრე პავლეს ხატი და წმინდა ნიკოლოზის უკან დააბრუნოს და იცოდეს დღეიდან რომ ეს ხატები არის მფარველი ამ ტაძრის და უშუალოდ მამა არჩილის წმინდა ნიკოლოზის ეს ხატი ხა წარმოიდგინეთ ვერ დავემართებოდ ერთ-ერთი ჩვენი ბრეული ძალიან ბევრი იყო რომელიც ხატს უნდა გაყოლო და არჩილს დაუძახე დევნოზაშვილს და უთხარ შეხო მანქანეთა კი ძალიან აქ მეთქი წადიდა ეს ორი ხატი სანამ ჩვენ იქ წავასვენებთ ხატს შენ ჩამოასვენე აქ მეგონა რომ უკვე წაიღო რუისურნის ეპარქიაში და მამა გიორგის ყოველ შემთხვევაში დაურეკე სად არის მეთქი წაასვენე არა მამაო ბოდიშობა დამეწყო რომ მანქანა ვერ წავასვენეო და გლდანში წმინდა გიორგის ეკლესია ჩვენი მრევლი იყო არის დღეს იქაც წინამძღვარი სხვა მამა გიორგი და იმასთან დავასვენეთ რომ ძალიან კარგი რომ ვერ იშოვე მანქანა მეთქი და ახლა აღარ განუმარტეთ რო არ იყო ამისი არჩილს უთხარი იქ არ წახვალ წამოასვენებ და 40 წუთში ეს ხატები იქნა მოსვენებული ამანაც დამარწმუნა რომ წმინდა ნიკოლაოსი არის ჩემ ცოდვილის ფარველი და მეოხი არა მარტო ჩვენი ტაძრისა ნიკოლოზობა მარჟამსაშინა რამოდენიმე წლის წინათ და თარგმნე წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შედარებით ვრცელი რედაქცია და უამრავი სასწაულები. გადატრიალება ახალი მომხდარია, ფული არ მაქვს, ფულის გარეშე არ იბეჭდება. როგორ დავბეჭდო? ფიქრობ იმაზე. წირვალზე წამოსვლის წინ ზიარების კანონს რომ მორჩი საწერ-მაგდასთან დავჯექი და ვფიქრობ, აი როგორ მოვიპოვო ეს თანხები, რომ დავბეჭდო, იმიტომ საკმაოდ ცხელტანიანია ეს სიგნე. იმ დროისთვის განსაკუთრებით ციზვირია და სხვადასხვა. და ვერაფერი გამოსავალი რო ვერ პავე, ასე წმინდა გიორგის შევხედე, ხატი ესვენა იქ და ასვენია დღესაც იმ ადგილას შენ თვითონ ეცი როგორ დაიბეჭდება ეს სიგნე მე არ ვიცი მეთქი და წამოვედი წირვალ წირე
უნდა გამოვიდე ქადაგებას, უამრავი სხვა ხალხი არის ეზოშიც, ტაძარშიც და რომ გამოვდივარ იქ კარებთან დამეწია გიორგი თოდუა, რომელიც დღეს მას ასწავლის სასულიერო აკადემიაში და სემინარიაში. იყო ჩემი მნათე, ჩემი სულიერი შვილია, დღემდე კარგი ადამიანია. სხვა შორის მამა გარდაეცვალა ელგუჩი და ერთხელ მოიხსენეთ ჯვარცმასთან, სანამ გახვალთ ამ ტაძრიდან. კარგი ადამიანია და კარგი შვილი რო გაზრდა, ამიტომ არის დასალოცი ეს ელგუჩი. მოკლედ კარებთან მომეწია მნათე გიორგი და მეუბნება აი კონვერტიო რაღაც წერილი გამოგზავნეს ნიუ-იორკიდან. მე ვთქვი რა დროს ნიუ-იორკია, რა დროს წერილია, უნდა გავიდე ქადაგებაზე, ამბიონზე უკვე დგას ანალოგია. ძალიან თხოვეს რომ რაც შეიძლება მალე წაიკითხოს. შევბრუნდი უკან, კარი მოხურე, მრევლს ვარ დაენახა, რომ უნდა ამოვიღო და წავიკითხო წერილი და წავიკითხე ასეთი შინაარსის წერილი. მამა არჩევ ჩვენ ძალიან გვიყვარხარ აქაურ მრევლს, ხელიდან ხელში გადადის თქვენი ქადაგები, კასეტებით ვრცელდებოდა ეგრეთ წოდებული, ვიცით რომ ბევრს თარგმნით და ვიცით რომ ბევრი შვილი ყავთ, სულიერის და ხორციელის და აი ჩვენ შევაგროვეთ ფული და გიგზავნით $3,000 გამოგზავნა. იყო $3,000, $300,000 თუ იყო ალბათ ამ გაჭირვებაში. და როგორც კიდე მოიხმარ პირველისა წიგნების დაბეჭდაში. იმდენი დავეშე იმ დღესაც ვიხურე. ნიკოლოზ ვასო თხემდე არ გაყიდულა. იმდენი დაიბეჭდა. ამას გარდა არ დაგიმბალო, დარჩა ფული და ჩემ ცოლშიც მრავალშვილიან ოჯახს მოვახმარე, რაც დარჩა. გულახდილად გეუბნები. ესეც არ არის ყველაფერი. თურმე პარალელურად როცა მე წერილს კითხულობ, შტოვაში ხდება სასწაული. ჩვენი მესანთლე იყო აც გარდაცვლილი თურმანიძე ქეთევანი, ძველ მრევლ სახსოვს. მაგიზმა მოვიდა, მაგასთან შეშივლა გაჭირვება. თურმე რა მოხდა? გაჭირვების გამო დიდი კერძობინა ჰქონდათ, აულაბარში გაყიდეს, შედარებით პატარა იყიდეს, სხვაობა მეგობარს გატანა, რომელიც რუსეთში მიდიოდა, საქონელი უნდა ჩამოეტა, მე მგონი მობილური ტელეფონები. და იმით ევაჭრა, რომ ოჯახი შეენახა და მოხუცი მამა. ხო და რამდენიმე დღის წინ მოვიდა მეგობრისგან ასეთი საზარელი ცნობა, რომ მატარებელში დაესწნენ რეკეტიორები და გაძარცვეს. თავისი ფულით წაართვეს და ამისიც. არის საგონებელში შეუძლებელია დააბრუნო, წახვიდე ვინ უნდა მოძებნო მატარებელში ვიღაცამ გაძარცვა, სასოწარკვეთილების პირას არის მოსვლა და ამოვიდა თავის დასთან და შეშივლა ეს ტკივილი. და ამ დროს მე ვქადაგებ წმინდა ნიკოლოზის სასწაულებზე და გულშეზე დანატრით უთხრა, წმინდა ნიკოლოზ ციტატა მომაქვს. რა მოხდება, რომ მეც დამეხმარო, ხომ იცი რაც დამემართა. ამას ფიქრობს გონებაში უსმენს ქადაგებას და მოვიდა მესიჯი. დაიხედა და თქვენი თანხა დაბრუნებულია, მიმართეთ ამ ადამიანს მისამართზე. წავიდა იმ მისამართზე წირვის შემდეგ და აიღო ის თანხა. და რომ მოვიდა ხანტირო და ხანეცინო და მე რომ ფიქრობ ხო არ გაგიჟდაო. ეტირა თუ ეცინა აღარ იცოდა. მაგის შემოწირებულია პეტრე-პავლეს შესასვლელი 40 სებასტიელის ხატი. $500 გადაიხადა, მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და შემოსირა იქ იმ ტაძარს. აი ესეთი დიდი შემწია წმინდა ნიკოლაოს საკვირველთმოქმედი და ისეთ ცოდვილებსაც, როგორიც მაგალითად მე ვარ. და შეწევნა სწორედ ცოდვილსა და უძლურს სჭირდება, თორე მართალი როგორც უფალეოს ისედაც გადარჩება. ამიტომ ვადიდოთ უპირველესად ყოვლისა ღმერთი უფალი და მისი რჩეული წმინდანები, რომელიც არ იშურებენ არანაირ ძალებს, არც ანგელოზებთან ერთად თუ სხვა მადლიანი საშუალებებით, რომ როგორმე ეს გაქვავებული ადამიანები გამოგვიყვანონ ცოდვიდან, სიკვდილის აჩრდილებიდან, როგორც სახარიბაში უწოდებს უფალი და ხრწნილებისა და დაგვაყენონ გადარჩენის გზაზე ჭეშმარიტებისა. არის რა დღეს ეგრეთ წოდებული ახალი წელიწადი და მართალია ძალიან დიდი ბათქაბუთხი უკვე მეძინებოდა, როცა რამდენიმე ბათქაბუთხი დაიწყო. ჩემთვის რიგითი დღე არის, ჩემთვის ეგ დღე წეგანას თქვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ დედა ჩემის დაბადების დღეა გარდაცვლის. არაფრით 1 იანვარი არ გამოირჩევა ჩემგან. რაც შეეხება 14-ში ამათი სტილით არის პირველი. და მაგ დღეს არის ხსენება ბასილი დიდისა. საქართველოში ვეთაყვანე წმინდა ნიკოლოზს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი მეკლე ეგრეთ წოდებული ხალხური გაგებით არასდროს არ ყოფილა, იყო ბასილი. რატომ? იმიტომ რომ ნამდვილ ახალ წელიწადს მისი ხსენება არის. ეგ დღე კიდევ უფრო გაკეთილშობილი და ჩვენ აქაური მრევლისთვის და არა მარტო ჩვენი მრევლისთვის იმით ნამდვილი 1 იანვარი, რომ არა მარტო წინა დაცვეთა უფლისა, არამედ შენ ხარ ვენახის ხატის ხსენება. აი ახლა ხანს რამდენიმე დღის წინ შევიძინეთ ეკლესიისთვის ახალი კალენდარი. მეუფე იობი უკვე მე რამდენი წელიწადია ოფიციალურად შეაქვს ეს დღესასწაული. შენ ხარ ვენახის ხსენება, ახალი სილი 14, ანუ ნამდვილ ახალ წელიწადს. გეპატიჟებით აქედანვე ქრისტეშობის შემდგომ 14 იანვარს, უბრალოდ ერთი კვირის შემდგომ იქნება შენ ხარ ვენახის ხსენება ბასილი დიდისა და წინა დაცვეთისა და პეტრე-პავლეში აღესრულება სადღესასწაულო წირვა ლოცვა და
ძალისებრო შეგახსენებთ, როგორ შეიქმნა ეს ხატი და რა სასწაულები ხდებოდა. რა თქმა უნდა, ნაწილი ეს სასწაულები დღემდე გრძელდება, მაქვს ახალი სასწაულები. შემდეგ კი კრებული რომ გამოვა, ეს ახალი სასწაულები შევა, რა თქმა უნდა. ჩვენ სასწაულს კი არ ვეძებთ, როგორც მრუშინათესავე, არამედ თავად უფალს ამ სასწაულებში. და არის რა ამათი ეგრეთ წოდებული საჟრიამულო, სამუცლე და სამონებო 1 იანვარი მე მინდა სულ სხვა შინაარსის სიტყვა გაგაცნოთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა ლექსია პატარა. ბევრად არ დაგამძიმებ, რაზე გვაფიქრებს ამ ლექსს ქვია ცხოვრება. ესე იგი რა არის ცხოვრების ნამდვილი აზრი სინამდვილეში. ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვარწმუნოს, რომ ეს არის 64 და ეს არის ყველაფერი და იქ არაფერი არ არის, მაგრამ ასე როდი მსჯელობენ წმინდა მამები. ესე იგი ამ ლექსს ქვია ცხოვრება და წაუმძღვარეთ სიტყვები თავად გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი წერილიდან. დრიტა აზრია ნამდვილი შინაარსი ამ ლექსის გამოხატული ამ ორიოდეს ფრაზაში. ამ ცხოვრებაში ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, იმაზე მეტი აზრი არაა, ვიდრე აღიღო ჯვარი შენი და გადასახლდე იმიან. ესე იგი აქედან იქით 64-ში გადასახლდე. ამაზე დიდი აზრი სინამდვილეში არა აქვსო ჩვენს მიწიერ ცხოვრებას. ეს ბერძნულიდან რუსულად არის და რუსულიდან ქართულად. ესე იგი თარგმნილი და ის ელვარება, რა თქმა უნდა, არ ექნება რაც ორიგინალში აქვს, მაგრამ ძალისებრო ვეცადე და სულიწმინდასაც შევევედრე, რომ მადლი მოეცა ამის სათარგმნად, რაც შეიძლება პირველ ყოვლისა აზრობრივად ახლო ყოფილიყო ამ წმინდა მამასთან. ის პოეტიც იყო, ლექსის ფორმითაც წერდა ლექსებს. ვინ ვარ? საიდან? ვით დავბრუნდები დედა მიწაში? რითი ავსგები სევდიან და ცივი სამარის მტვრიდან ნეტავი? სად და რანაირ საცხოვრის მომცემს მე შემოქმედი? თუმცა საწუთროს გრიგალს გავეკეც. მყუდრო ლიმენას მივახცევგანა, რა მრავალგვარი ბილიკი გადის ამ ღელიანში ხალხმრავალი წუთი სოფლისა. ვერლიბლის ჟარნით არის დაწერილი ეს ლექსი. განსაცდელები დაჭირვარამი შემოსდგომია გარეშემო მას. აქ სიხარული არ არსებობს უმწუხარებოდ. ჩვენთან მიწიერ სიხარულთა თითქმის მაშინვე რიღასთვის ცდილობს გადაფარვას წარენაღველი, ჩვენი სიმდიდრე მორბენალი ან ცვალებადიაო. დღეს და ცვალ არ გექნება ქართულად რო ვთქვათ. ამ ქვეყნიური ძალაუფლება მხოლოდ სიზმარი ტანჯვა გიწებებს, სიგლახაკე მძიმე ხუნდები. ხვატი არის ცხელი ზაფხულის სიჭაბუკე კი. დროებითი სილამაზე გაელვებას გავს, ხოლო სიბერე ამ ცხოვრების სევდიანი დასალიერი და ამ სიტყვაზე დიდხანს დავფიქრდი. თვითონ ბებერი ვარ უკვე. რა კარგად და სწორად არის ნათქვამი. ხოლო სიბერე ამ ცხოვრების სევდიანი დასალიერი. სევდიანი დასავლეთიო. სახელდიდება სწრაფი ფრინველი წამის ყოფაში გაგიფრინდება. ფიზიკური ძალა კი ჩვენში მძვინვარე მხეცის თავმომწონება. ფუფუნება ვნებათა ჩვენთა ზამბარა არის. შვილები ქვეყნად უმძიმესი საზრუნავებით. თეთრი სამღვდელოებას ვეკუთვნით, ცოლოსანი ვარ და შემიძლია ჩემი გამოცდილი ის იყო ბერი და ანდეგილი და ჩემი გამოცდილება რომ უმძიმესი საზრუნავებია შვილები. უშვილობა კი მტკივნეულია. ესეც დიდი რამ არის მტკივნეულობა რო შვილი აქ რამდენი მოდის ტირის ევედრება უფალს თუნდაც ერთი შვილი მისცეს. სასამართლო შეხლა შემოხლა ჩვენთავ ნებათა. მიწათმოქმედი შრომა მძიმეა, ნაოსნობა კი სამარესთან მიმყვანებელი, როგორც იმ ჭაბუკთან. სამშობლო ჩვენი ჩქარობთ დავტოვოთ, უცხო ქვეყნად კი მასევებ დარდობთ. იმ მასში ჯერ კიდევ დარდობდნენ, ნოსტალგია ქონდა. ეხლა ამ ნოსტალგია ქართველების დიდ ნაწილს 1 მილიონზე მეტი როა გასული. არა მგონია. ზულ საქართველო იფურთხებიან აქეთ. მე პირადად შევსწრები ვარ, ილანძღებიან და ამბობენ რომ არასდროს დაბრუნდებიან. აი მე როგორც ქართველი ვიტყვი ქართულად. შენაერი ქართველი რაც უნდა საქართველოს. სადაც ყავ, მანდიყავი. მაგრამ ღმერთი თუ მოისურვებს, როგორც აბრაამ მამათთავარს სიბერწეში 99 წელიწადში მისცა შვილი, ამით აბრაამად იქცა მამათ მრავალთა, გამრავლდა ისე მისი მოდგმა, ასევე ძალოს თუ საჭირო ჩათვლის ღვთისმშობლის სილხვედრი იბერიელები 2 და 3 კაციდან აახორციელოს, მაგრამ უბრალოდ ამდენი დრო აღარ არის დასასრული ქვეყნიერების აღსასრულამდე. ნაოსნობა კი მას სამარესთან მიმყვანებელ სამშობლო ჩვენი ჩქარობ დავტოვოთ, უცხო ქვეყნად კი მასევებ დარდობთ. მალე მსროლობა დროის და ჟამის მიწკიმბრუნავი ბორბალი არის. სწრაფად ბრუნავს თუ ტაატით ერთ და იგივე მოაქვს ყველასთვის. ბნელი ღამენი, ნათელი დღენი, სიკვდილი, სრუნვა, სნეულებანი, სიხარული თუ მოწყენილობა, წარმატებები ანდა ცრემლები, მიმოვიფრინე გონების ფრთებით ის რამაც განლო ახლა რაც არის. აი ეს არის ცხოვრება.
დავრწმუნდი მტკიცეთ, რომ ამ მიწაზე მიწიერია ყოველიფერი. ყველა მიწიერ ტკივილთ ნუგეში მე მოვიპოვე მხოლოდ ზეცაში. ზმანო, გსურდგანა, რათა იცოდეთ, თუ წარუვალი რა სიკეთე, ჯვრის ქვეშ შემოდით. შეებრძოლეთ საკუთარ ვნებებს, მოგეჩვენებათ მსუბუქად მაშინ მრავალტანჯული ცხოვრების ტვირთი. არანაირი შვება არ არის ამ ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ აგიღო ჯვარი შეიძლება გარდასახლდე ამიერიდან იმიერ, ანუ ზესტასოფელში. მას როგორც გრიგოლს ღვთისმეტყველი სხვა ეპისტოლეში ამოს, ქრისტიანებმა ვიცხოვროთ ცხოვრება ზეციური იმედებით, რომლის მეუფესად ქრისტე მაცხოვრსა ჩვენსა შვენის ყოველგვარი დიდება, სიტყვეობა და თაყვანისცემა, თანა მამი და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნით ისამდე. ამენ.